დანაშაულის სტატისტიკა მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია როგორც ესე არ არსებობს. ეს საკითხი ოპოზიციისთვისაც ხელისუფლების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია. გაიზარდა თუ არა კრიმინალი, ეს კითხვაც ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ და ასევე ბრალდება და შეკითხვა აყალბებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას. მოკლედ, უწყების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხსნიდნენ, როგორ ითვლება დანაშაულის რაოდენობა. მეთოდოლოგიის განმარტების შემდეგ ითქვა ისიც, რომ უწყებას სამომავლოდაც აქვს გეგმები ამ მიმართულებით დასახვეწად. შეხვედრას არ დასწრებია IDFI, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ სტატისტიკის პრობლემის თაობაზე წერდა. არ მიიწვიეს თუ არ მივიდა ეს ორგანიზაცია დღევანდელ შეხვედრაზე, ვნახოთ რა გაარკვია ლილი გოგოხიამ და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შემოგვიერთდება. კრიმინოგენული ვითარების შესახებ მონაცემების არასრულად გავრცელების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევ აკრიტიკებენ. მესამე სექტორმა მინისტრის მოადგილეს სტატისტიკის გავრცელების შესახებ ვალდებულება შეახსენა. უფლებადამცველების განმარტებით უწყება ვალდებულია დანაშაულის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიაწოდოს. თუმცა საქსტატის ვებგვერდზე ბოლო რამდენიმე თვის მონაცემები არ იძებნებოდა. დღეს მეცადეთ დაგვიზუსტებინა ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა თუ იყო საქსტატის პრობლემა. სამწუხაროდ ჯერჯერობით ბოლომდე ეს საკითხი გარკვეული არ არის, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ ექნებათ საქსტატთან კომუნიკაცია. საქსტატში კომენტარს არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ბრალდებებს უარყოფს. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დანაშაულის შესახებ მონაცემების დათვლა პროგრამულად ხდება და მისი გაყალბება შეუძლებელია. ყველა ქვეყანაში სტატისტიკას აქვეყნებს სტატისტიკის სამსახური. მანამდე ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, ჩავთვალეთ, რომ უფრო სანდო იქნებოდა, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქსტატის ვებგვერდზე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გასულ წელთან შედარებით 2016-ში დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა. თუმცა კვლევის ავტორები მინისტრის მოადგილესა და მესამე სექტორს შორის გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ. IDFI-ის დამოკიდებულება საერთოდ ჩვენთვის გაუგებარია, თუ აინტერესებთ ეს საკითხი და საზოგადოების, ასე ვთქვათ, სამშობლოზე გამოაქვთ, თვითონ უნდა ყოფილიყვნენ და მოესმინათ, ჩვენ ვცადეთ დაუკავშირდით. ბევრი სხვა ორგანიზაცია იქნა მიწვეული, ჩვენთან ეს მოსაწვევი არც მოსულა, არც სატელეფონოც არ ყოფილა. შესაძლებელია არ სურდათ იმ ორგანიზაციასთან საუბარი, ვისაც ყველაზე მეტი შეკითხვა აქვს სწორედ ამ სტატისტიკის გამოქვეყნების პროცესთან და სამდაობასთან დაკავშირებით. 2016 წლის კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მონაცემებს წლის ბოლოს გაასაჯაროვებს.